გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, 4 ოქტომბერს ნაცების შემოქმედებითი ჯგუფი გვიანონსებს ხელისუფლების შეცვლას დამხობის მშვიდობიანი გზით. დიდი ხანი გვამზადებენ ამ საკრალური ქმედებისკენ, ყოველ დღე გვაჩვევენ იმ აზრს, რომ 4 ოქტომბერი ნაცების დაბრუნების დღე იქნება. მათი ჩანაფიქრის შემდეგში მდგომარეობს. ყოველ წუთს უნდა გვირახუნონ თავში მესიჯი, რომ 4 ოქტომბერს ისინი ბრუნდებიან და ჩვენს თავში ჩარახუნებულნი 4 ოქტომბერს ამ ამბავს პურითა და მარილით შევხვდებით. შვიდად და შემგოებლად დავაკვირდებით თუ როგორ ხდება ხელისუფლების არაძალადობრივი დამხობის შედეგად ერთი ხელიდან მეორეში ძალაუფლების გადაბარება. დიახ, მათ გონიათ რომ ასე იქნება. რასაკვირველია, სრულიად ტყუილად გონიათ, ასე არ მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი თავისი აწმყოსა და მომავლის დასაცავად არაფერს დაიშურებს. და ასეთი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობაა. ძალიან მაინტერესებს თუ რატომ უნდა დაემხოს ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნების დღეს. თან ნაცები არჩევნებში არ მონაწილეობენ, ანუ ხმების რაოდენობით არ და ვერ მოიგებენ. სხვათა შორის ის, რომ ისინი არჩევნებში არ მონაწილეობენ, მახარებს. დიდი ხანია ვამბობ, ჩემი ნება რო იყოს, ნაცების პარტია საერთოდ ჩამოვართმევდი არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. აი, თავის დროზე ნაცობა რომ გასამართლებულიყო, როგორც ერთად ისე ცალ-ცალკე, დღეს სხვა სიტუაცია გვექნებოდა, მაგრამ ამაზე მგონი ყველამ არაერთხელ ილაპარაკა და ეს თემა არ არის დღეს ჩემი განხილვის საგანი. ახლობლები რომ ვიკრიბებით, კი გამოვთქვათ სინანულს თავის დროზე 13 წლის წინ ასეთი რამ რომ არ მოხდა, მაგრამ დროის უკან დაბრუნება ჯერჯერობით შეუძლებელია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანელი მეცნიერები ვირთხებსა და ბაჭიებზე ამ მიმართულებით ცდებს უკვე ატარებენ. კარგი ფანტაზიებს შევეშვათ. იმას ვამბობდი, რომ მაინტერესებს რა გეგმა აქვთ მეთქი ნაცებს. ზოგიერთისგან მოვისმენ, რომ აპირებენ 2003 წლის ვარდების გადატრიალების სცენარის გამეორებას. კი ბატონო, დააპირებას წინ რა უდგას, მაგრამ როგორ აპირებენ? და იცით როგორ? გეტყვით. უბრალოდ უნდათ რომ ასე მოხდეს, თუმცა ამის წინაპირობა ბუნებაში არ არსებობს. და წინაპირობის გარეშე რა გადატრიალებაზეა ლაპარაკი? აი არ მესმის. ხოდა მე რამდენად ვწუნდები, რომ ისინი ამ ბრიყვები არიან, ან ჩვენ მგონი ვართ ბრიყვები. არა სიტყვა ჩვენ ახლა ტყუილად ვიხმარეთ, ჩვენზე მათი გათვლა ვერ იქნება. მართლა ასეთი დაკარგულები ხომ არ არიან, იფიქრონ რომ ჩვენს გავყვებით მათ. ერთი მიზეზი მაინც დაასახელონ, რატომ უნდა გავყვეთ ნაცებს. ნაცებს კი არა, ზოგიერთისთვის მოსაწონ იაგო ხვიჩიას და მის გუნდს არ გავყვები, არავითარ შემთხვევაში და იმიტომ არ გავყვები, რომ იაგო ხვიჩია ნუ გონიათ თეთრი და ფუმფულა. დიდხანს ვაკვირდები მათ გუნდს და კი თამაშობენ თეთრსა და ფუმფულას, მაგრამ სინამდვილეში ასეთები არ არიან. ხშირად მithქვამს, რომ ქართულ ნაცობაში რამდენიმე სუბიექტი ჩემთვის ყველაზე, როგორ თქვა ეს რბილად, სიტყვა ამაზრზენი მინდოდა მეთქვა, მაგრამ ეთერშია ასეთ ლექსიკას მოვერიდები. მოკლედ, ყველაზე სახიფათო ადამიანები მიმაჩნია ზურა გირჩი, ლაკა ხოშტარი, ალბათ სალომე სამადაშვილი. ამ სიას ბოკერიასაც მივუმატებდი, მაგრამ ბოკერია ამ ბოლოს თუ ჩანს, ისიც ჩერგოლეიშვილის სახით, რაც ჩვენში ჯანსაღ სიცილს იწვევს. მოკლედ, ვინ ჩამოთვალე, ესენი არიან ყველაზე სახიფათო ადამიანები არა ქართული ოცნებისთვის, არა მოსახლეობისთვის. იმიტომ არიან სახიფათოები, რომ საკმაოდ აზრიანები არიან და ყველაფერზე ყველანაირი გზით წამსვლელები. თან სხვის ხარჯზე რასაკვირველია. ისინი სრულიად უაზრო, ბოკუჩავად, ხაბეიშვილის, მანჯგალაძის დონის ყბადაღებული პერსონაჟები არ არიან. ისინი უფრო გაქექილები, უფრო სასტიკები არიან და ყველა ვინც მათ მიეკედლა, ჩემთვის მიუღებელია და იაგო და მისიანები კი ჯაფარიძესთან იდგნენ. არც იაგოა უაზრო ადამიანი, რომ
ვერ დაენახა რა და ვინ არის გირჩი ჯაფარიძე, მაგრამ მიუხედავად ამისა გვერდს უმშვენებდა როგორც ადიუტანტი და მეაბჯრე. როდესაც 2020-ში ჯაფარიძის ზურგზე შემჯდარი იაგო და მისი მხიარული გუნდი პარლამენტში შეძვრა, მერე მათ უარყვეს ჯაფარიძე. ეს ღალატობრივი საქციელის შემთხვევით არაა მისასალმებელი. ამიტომ მეგობრებო, იაგოსა და იაგოველებთან საფრთხილე გამოიჩინეთ და არენდოთ. უნდა იმას ვამბობდი, რომ ერთი მიზეზი მაინც დაასახელონ ნაცებმა 4-ში რატომ უნდა გავყვეთ მათ. და თუ გონიათ, რომ ჩვენ გარეში ისინი რამეს კარდინალურად შეცვლიან, მაშინ მართლა ბრიყვები არიან. აი იმ ორი მუჭა ხალხით თუ აპირებენ ჩვენს მშვიდობიან დამხობას და არ ვიცი. ასე რომ მათი ეს ყოველდღიური მუქარა, ყოველწუთიერი მუქარა, ეს არის სრული ვოზდუხი. პონტზე გვაგდებენ მეგობრებო და პრაქტიკულად კი როგორ ფიქრობენ თავიანთი გეგმის განხორციელებას, ამაზე კრინს არ ძრავენ, რადგან ხელის ჩასაჭიდი არაფერი აქვთ. მოკლედ, როგორც ცხონებულმა ჰამლეტმა თქვა, სიტყვები, სიტყვები, სიტყვები. დიახ, ცარიელი სიტყვები. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.